ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებულ პროგრამებზე დაფინანსება გაზარდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, აღნიშნულ მიმართულებებზე წელს 700,000 ლარამდე დაიხარჯება. უფრო კონკრეტულად კი რას მოიცავს კულტურისა და სპორტული ღონისძიებები, TV მონიტორინგთან ზვიად გოგუაძე ისაუბრა. მუნიციპალიტეტი კულტურის მიმართულებით და სპორტის მიმართულებით ოპერირებს ძირითადად სამ პროგრამაში. ეს არის კულტურული ღონისძიებების პროგრამა, ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა და სპორტული ღონისძიებების პროგრამა. ჯამურად მიმდინარე წელს ამ პროგრამების დაფინანსება მერიამ გაზარდა პრიორიტეტებიდან გამომდინარე და გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 60-70,000 ლარით მეტია და შეადგენს 700,000 ლარამდე. კულტურული ღონისძიებები ბუნებრივია მოიცავს კულტურის დარგში მიმდინარე ღონისძიებებს, შინაარსობრივი, როგორც შინაარსობრივი, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და გაცილებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის ის დაგეგმილი სიახლეები, რაც კულტურის დარგში მიმდინარე წელს ან წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რაც საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს, ეს არის საქალაქო კულტურის სახლი, რომელიც წლების განმავლობაში იყო საკმაოდ ცუდ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაში. ეს რეაბილიტაცია ხორციელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ფაქტობრივად დასრულებულია უკვე და მიმდინარეობს საოფისე ავეჯის და მათ შორის ტექნიკის შესყიდვა და ამ პროცესის დასრულებისთანავე ეს მოიცავს ერთგვარ სატენდერო პროცედურებს, გაიხსნება კულტურის სახლი და ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრი ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე შეეძინება, ვინაიდან ეს ორგანიზაციაც გადავა საქალაქო კულტურის სახლში და ერთგვარი მულტიფუნქციური დატვირთვა იქნება. ასევე სიახლე იქნება ის, რომ მიმდინარეობს სამუშაოები სურამში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოფილი კინოშენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც განთავსდება როგორც მუსიკალური სკოლა, ასევე სურამის ბიბლიოთეკა და ეს მისცემს სურამელ მოსახლეობას შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომ ისარგებლონ თავისუფლად ამ შესაბამისი შენობით და 2025 წლის ბოლოს ეს რეაბილიტაცია დასრულდება და შესაძლებელი იქნება ამ შენობის გამოყენება. ასევე დასასრულს მიუახლოვდა, დასრულდა და მიმდინარეობს ქონების გადაცემის პროცედურები სურამის ლესია უკრაინკას მუზეუმთან დაკავშირებით, ასევე პარალელ რეჟიმში მიმდინარეობს საოფისე ავეჯის და ტექნიკის შესყიდვა ამ მუზეუმშიც და ეს ინსტიტუციაც ძალიან მალე შეიძლება რომ მიიღოს მნახველები, როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს და ისე საერთაშორისო თვალსაზრისით, მათ შორის ვინც დაინტერესებულია ამ ადამიანის გულისხმობ ლესია უკრაინკას ცხოვრებით და მოღვაწეობით. აღსანიშნავია ის, რომ ხაშურის თოჯინების თეატრის და მიმდინარე სკვერის საპროექტო სამუშაოები არის დასრულებული, პროექტი არსებობს და მიმდინარეობს ერთგვარი თანხის მოძიება იმისთვის, რომ განხორციელდეს, საკმაოდ კარგი პროექტია და მიმართულია, რა თქმა უნდა, ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეს რეაბილიტაციაც.